სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძლიერი სიცხეა. მაგალითად, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტურისტები და ადგილობრივები გაგრილებას სხვადასხვანაირად ცდილობენ. ზოგი მზისგან დასაცავად ქოლგას იყენებს, ზოგი მინი ვენტილატორს, ზოგიც უბრალოდ ნაყინს მიირთმევს. ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ორშაბათამდე გაგრძელდება. თუმცა მათ ასევე თქვეს, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს და შემდეგ კი მნიშვნელოვნად მოიმატებს. ქვეყნის 5 რეგიონში ძლიერი სიცხის გამო განგაშის წითელი დონეც გამოცხადდა. სევილიაში 42 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. მადრიდში ძალიან ცხელა, განსაკუთრებით მზეზე. ქუჩებში გაუსაძლისი სიცხეა. ქუჩებში ძალიან ცხელა, ამიტომ ჩვენთვის უფრო მეტად კომფორტულია დიდ მაღაზიებში საყიდლებზე სიარული ვიდრე გარეთ, რადგან მაღაზიებში გაგრილების სისტემაა. ძლიერი სიცხეა სერბეთშიც, მაგალითად ბელგრადში ტემპერატურამ 34 გრადუსს მიაღწია. ხალხი ძლიერ სიცხეს ჩრდილში ყოფნითა და წყლის დალებით ებრძვის. ყოველ დილით დაახლოებით დილის 9 საათზე მოვდივარ და შუადღის 3 ან 4 საათამდე ვრჩებით. ხან მზეზე ვწევართ, ხან ვცურავთ, ვგრილდებით. თუმცა არის ხალხი, ვისაც სიცხე დიდად არ აწუხებს. დღეში 3ჯერ ან 4ჯერ შევდივარ საცურაოდ. თხან ნაპირზე გაზეთებს ვკითხულობ. სიცხე დიდად არ მაწუხებს. ძლიერი სიცხის გამო სერბეთის მეტეოროლოგიური სამსახური ხალხს სახლში დარჩენისკენ და ნაკლები ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს.